ძაღლი ხედავს ბუნდოვნად, იმიტომ რომ აქვს სუპერ ყნოსო და სუპერ სმენა. იცოდით ეს? და ცოტა უცნაურად ჟღერს, არა? და ის თუ იცოდით ხანდახან მწვანე ფერის ლაკვებს რომ აჩენს ეს ცხოველი. ან ის ცუგების სტიქიურ მოვლენებს რომ გრძნობენ წინასწარ. მოკლედ დღეს YouTube-ზე ასე ვთქვათ, ახალი კონტენტის დებიუტი მაქვს. თუ Instagram-ზე, TikTok-ზე და Facebook-ზე ისედაც ბევრმა იცით ჩემი რილსები. ხო და ამ ვიდეოში მინდა გითხრათ 8 ისეთი ფაქტი ძაღლების შესახებ. ცოტა შოქშიც რომ ჩაგაგდებთ. სალამი, მე პაატა ვარ და ეს პაუკასტის სივრცეა. სანამ საქმეზე გადავალ, ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. პირველი, როგორც გითხარით, ძაღლი ბუნდოვნად ხედავს და ამაში დამნაშავე არის მისი ყნოსვა და სმენა. პირველი ჩვენსაზე, ანუ ადამიანებზე 40 ჯერ მეტია. მეორე კი 4 ჯერ. ნახეთ როგორ გამოიყურება ამ ცხოველის მხედველობა. რატომ ხედავს მაინც და მაინც ასე? ამ ყველაფრის მიზეზია, რა თქმა უნდა, ევოლუცია. რომელიც კონკრეტული არსებების თვისებებს ავითარებს ზუსტად იმ გარემოს შესაბამისად, სადაც ისინი იმყოფებიან. მაგალითად, ძაღლი მგლის შთამომავალია. სწორედ ამიტომ კარგ ხანს იცხოვრა ხროვად. და ეს თავისთავად გულისხმობდა კონკრეტულ გარემოსთან ადაპტაციის აუცილებლობას, რაც პირველ რიგში მისი თავდაცვის უნარიანობით უნდა განპირობებულიყო. და თავდაცვას რა სჭირდება პირველ რიგში? ფოკუსირება. თავის მხრივ კი ფოკუსირება რაღაც ფაქტორმა უნდა განაპირობოს. ძაღლის შემთხვევაში ეს გამოდგა ყნოსვა და სხვათა შორის სმენაც. მაგრამ ხედველობა რატომ დაიჩაგრა და ბუნდოვანი გახდა? იმიტომ რომ ევოლუცია მუშაობს ასე. ანუ როცა ასე ვთქვათ, სუპერძალის დონეზე აქტიურდება ერთი თვისება, ქვეითდება მეორე. კარგი, მოდი ახლა აი ასეთი კითხვა დავსვათ. რატომ დაქვეითდა მაინც და მაინც ხედველობა და ყნოსვა და სმენა მიუახლოვდა იდეალურს? ანუ პირიქით რატომ არ მოხდა სიტყვაზე? საქმე ისაა, რომ ხედველობას უფრო ვიწრო საზღვრები აქვს. მაგალითად, ბუნებაში უფრო ზუსტად კი ხშირ ტყეში პოტენციური მტაცებელი შეიძლება თვალისთვის შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ ცხვირისთვის ვერ იქნება და ხშირად ვერც ყურისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, ძაღლი გარემოს შეიმეცნებს ყნოსვით. მისი ორიენტაციის მთავარი უნარი ეს არის. ასე ცხოვრობს 10,000 წლებია. და თვითონ სულაც არ აწუხებს ეს დაბლარული მხედველობა, რომელიც ევოლუციამ იმდენადვე დააქვეითა, რომ დანარჩენი ორი უნარი სრულყო. მეორე, ძაღლს შეუძლია დროის განსაზღვრა. კი, და მის ამ უნარს ბიოლოგიური საათი ეწოდება. მაგალითად, ასე ეს არსება ზუსტად იმახსოვრებს დღიური რუტინის ნებისმიერ დეტალს, თუ ისინი ერთსა და იმავე დროს ხდება. მაგალითად, თუ მას პატრონი პირობითად დილის 10 საათზე და საღამოს 8 საათზე აჭმევს, დღის ამ მონაკვეთებში ის უკვე ელოდება საჭმელს. და თუ დაუგვიანებთ, შეიძლება შეგახსენოთ კიდეც. ზუსტად ასეთივე ეფექტურობით ახსოვს გასეირნების საათებიც. აი ხანდახან მაგალითად ადამიანები ვერ წხვდებით, რომ ამ არსების ეს უნარი არის რეალურად ჩვენთვის ფუფუნება. იმიტომ რომ ის წვრთნას და სწორ რეჟიმს ძალიან იოლს ხდის. მესამე, ძაღლი შეიძლება თქვენზე ეჭვიანობდეს. ნუ ეს არც ახალია და არც უცნაური ვიცი. მაგრამ ეჭვიანობის გამოვლინებაა ძალიან საინტერესო. და რეალურად ისეთი რომ შეიძლება ვერც წარმოიდგინოთ. ამ დროს ცუგას ის კი არ აწუხებს, რომ პატრონი რაღაც კონკრეტულ ემოციას მაგალითად სხვას აძლევს. მას ეშინია, რომ ხროვაში თავის სტატუსს შეიძლება საფრთხე დაემუქროს. კი, თქვენი ძაღლისთვის თქვენს ხროვის ნაწილი ხართ. ზუსტად ასე აღიქვამს სამყაროს. სულ რომ მარტო თქვენ ორნი იყოთ, მისთვის მაინც ხროვის ნაწილი გამოდიხართ. სხვა ძაღლების სუნი თქვენს სხეულზე. ზოგადად თქვენ ისეთი ქცევა, რომელიც მას ყურადღების ცენტრში არ აგრძნობინებს თავს. და მსგავსი 1000 მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რის გამოც ეს არსებები თქვენზე ეჭვიანობენ. უბრალოდ ჩვენ ამდენადაც ვაცნობიერებთ, რომ ცოცხალ არსებაზე ვსაუბრობთ. იმდენადვე უნდა გვესმოდეს, რომ ინდივიდუალიზმი მათშიც არის. ან საერთოდ არ უვლინდებათ. მეოთხე, იცით რომ ძაღლის სტიქიურ მოვლენებს წინასწარ გრძნობს. ოღონდ ეს რაღაც მაგია და ზებუნებრივი მდგომარეობა არ არის. აქ ფაქტორია ისევ მისი ცხვირი. სადაც ყნოსვის შემგრძნებ რეცეპტორებთან ერთად რადიოაქტიურობის შემგრძნები რეცეპტორებიცაა. და აი ეს საყვარელი ულვაშები, რომელთაც ვიბრისები ეწოდებათ. თუ გონიათ რომ ეს ჩვეულებრივი ბეწვიანთმა, წარეთ ცდებით. ეს გახლავთ სხეულის უზომოდ მგრძნობიარე ნაწილი, რომელიც ყოველს ორიენტაციაში ძალიან ეხმარება. მიზეზიც, რის გამოც სტიქის წარმოქმნის მიმართულებით აქვთ სახე მიტრიალებული ხოლმე, სწორედ ვიბრისებია. მეხუთე, მწვანე ფერის ლაკვი რომ ვახსენე დასაწყისში, ფიქ ხუმრობით არ მithქვენს. დააკვირდით ამ ფოტოს? არ არის ფოტოშოპი, მართლა მწვანეა ეს პატარა. და ნებისმიერ ღია ფერის ახლა დაბადებულ ლეკვებში შეიძლება შენიშნოთ, თუ გამოვლინდა. საქმე არის შემდეგში. პლაცენტაში, სადაც ემბრიონები იმყოფებიან, არის პიგმენტი ბილივერდინი. აი ძალიან სამედიცინო ენაში რომ არ გავიჭრა, ახლა მარტო იმას გეტყვით, რომ ძალიან საჭირო რამეა. მოკლედ, პლაცენტაში ბილივერდინის სიჭარბის გამო ლეკვი მწვანდება, ოღონდ განსაკუთრებული სიჭარბის გამო. პათოლოგია იდეაში, მაგრამ რაღაც მძიმე შედეგებს არ ტოვებს. და ამ სიმწვანეს ინარჩუნებს რამდენიმე კვირის მანძილზეც კი. შემდეგ კი ბეწვი ხდება ისეთივე, როგორიც ბილივერდინით გაჟღენთვის გარეშე იქნებოდა. მეექვსე, ძაღლის და მგლის შვილი. ვინც არიცით, ეს არის უბრალოდ საშინელი მხეცი, რომელიც რატომღაც ფიზიკურად ძალიან დიდი იზრდება და საკმაოდ ულმობელი ნადირია. ყველაზე ცუდი აქ ისაა, რომ როგორც წესი მემკვიდრეობით იღებს ძაღლის ყნოსვას და მგლის საზრიანობას. ნუ რაღაც დონეზე, მაგრამ საკმაოდ ინტენსიურად. იქიდან გამომდინარე, რომ ეს მაინც ცხოველია და ინსტინქტებით მოქმედებს. უფრო მეტად ცხვირი ხდება მისთვის დომინანტი და არა ჭკუა. და ეს გონება სიმართლე გითხრათ, თავისი ფაქტორი მაინც არის ხოლმე. და რადგან მას ეს სუპერ ყნოსვაც თან ახლავს, საკმაოდ მავნებლურადაც იყენებს.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ძაღლი თუ მაგალითად საყვარელი არსებაა, გელი კი ფრთხილი და მიზანმიმართულად მოქმედი, გელძაღლა ჩვეულებრივი არამდგრადი და არაპროგნოზირებადი მონსტრია. შესაბამისად, ამ ორი ცხოველისთვის შვილის ყოლა მიზანშეწონილი არ არის. აქვე ერთს დავამატებ. გლის და ძაღლის ნაშიერი არ გაიგივოთ ჩეხოსლოვაკურ მგელძაღლასთან. ზოგიერთმა წესით უნდა იცოდეთ კიდეც მის შესახებ. მაგრამ ვინც არიცით, ეს ძაღლის ოფიციალური ჯიშია და ვიზუალურად მისი ნამდვილი მგლისგან გარჩევა ურთულესია. მეშვიდე. ძაღლი როგორ სპეკულირებს გინახავთ? შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ იშვიათი სპეკულიანტები არიან. და სიმართლე თუ გინდათ, უცნაურიც არაა ეს. მათი აზროვნება მთლიანად არის ასოციაციური. ანუ რაღაცას რაღაცასთან აკავშირებს ყოველთვის მისი გონება. და მიზანი ყოველთვის სასურველის მიღებაა. მაგალითად, მას თუ ხორცის ჭამა უნდა და თქვენ არ აჭმევთ გასაგები მიზეზების გამო, შეიძლება იშიმშილოს იმ მიზნით, რომ თქვენ შეგეცოდებათ და მაინც აჭმევთ. უпростоრად მაგას ვერ საზღვრავს, რომ თქვენ შეიძლება შეგეცოდოთ. მაგრამ ის იცის, რომ შიმშილს თუ მოითმენს, პატრონი მას სასურველს მაინც მისცემს. და რატომ? იმიტომ რომ ეგ ერთხელ, ორჯერ და მეტჯერ უკვე გააკეთეთ იმ მიზეზით, რომ მისი მდგომარეობა თქვენებურ პრიზმაში გაატარეთ. თუ არ იცოდით, გეტყვით, რომ ძაღლს საკვების გარეშე შეუძლია გაძლოს 3 თვე. შესაბამისად, შიმშილი მისთვის ჩვეულებრივი აზარტია. ეს კი ნიშნავს, რომ შეიძლება სრულიად დაუმსახურებლად გეცოდებოდეთ. და ბოლოს, მერვე, იცით რომ არსებობს სუნამო, რომელსაც ლეკვის სუნი აქვს? სერიოზულად ვამბობ. მაგალითად, არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ამ სუნზე უფრო სასიამოვნო არაფერია. თლად პათოლოგებში ნუ გაიყვანთ, თორემ თქვენს გარშემო ძალიან ბევრი დადის ეგეთი ადამიანი და შეიძლება შენც იყო ვინც მიყურებ. ნუ ბუნებრივია რომ ინდუსტრიაში ამ მიმართულებას გასაქანი მიეცა. მეინსტრიმული რა თქმა უნდა არა, მაგრამ მიეცა. ისე თქვენ შეგემჩნევიათ რომ სულ პატარა ასაკში ლეკებს რაღაც თავისებური სუნი აქვთ. აი ეგ შემთხვევითი არ არის და ასევე ევოლუციის შედეგია. მაგის საშუალებით დედა ძაღლი კონკრეტული ლეკვის იდენტიფიცირებას ახერხებს. და ამ ყველაფრის მერე რა ხდება? არაფერი განსაკუთრებული. რაღაც პერიოდის მერე პატარა მისთვის განკუთვნილი საკვების მიღებას იწყებს და სუნის იცვლება. მისი ორგანიზმი უკვე ამ მხრივ იწყებს ჩამოყალიბებას და ადაპტირებას გარემოსთან. და ისე რატომ გვიყვარს ადამიანებს ამ პატარა არსებების სუნი? სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ლეკვების სურნელი ათავისუფლებს ადამიანებში ოქსიტოცინს, რომელიც არის ბედნიერების ჰორმონი. და ეს იგივე ნივთიერება, რაც გამოიყოფა მაშინ, როდესაც შეყვარებულები ვართ. მეგობრებო, როგორც გითხარით, ეს ჩემი დებიუტია YouTube-ზე. როგორც ახალი YouTuber-ის და არა მხოლოდ და მხოლოდ ვიდეო ბლოგერის. ამ პირველ ვიდეოში ვეცადე ასპარეზზე გამოსულიყავი და ზოგადი ფაქტები შემოგთავაზეთ. მერე იქნება ერთი კონკრეტულის ჩაანალიზებაც, ვლოგებიც ბუნებაში, კოლაბორაციებიც სხვა YouTuber-ებთან, რეაქციებიც და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს თქვენი მხარდაჭერის გარეშე ვერ გავაკეთებ. ამიტომ თუ ეს შემეცნებითი ვიდეო მოგეწონათ, აი ამ მოწონების ღილაკზე თითის დადება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. წინასწარ მადლობას გიხდით. დროებით.